რამდენიმე ათასობით ლარია დახარჯული. და მიტოვებულია რა. ნუ არ გამევიდა ერთი ამის დედაც ვატირეო რა. წყალს ატანენი ფულები. ან შეიდო ჯიბეში რა გაატანე. პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა გააპროტესტა. მისი განმარტებით ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც უკვე დიდი ხანია დასრულებულია, კვლავ უფუნქციოდაა და ტურისტების საბირთვარეშოთის სარგებლობასაც კი ვერ ახერხებენ. მოსაწესრიგებელია გზაც და საპარკინგე ადგილებიც. ესაა ვიზიტორთა სახლი, რომელიც ააშენენ და მერე გაარკვიე თურმე წყალი არაა. ეს უკვე 2 წელიწადია გრძელდება და არის ასე დაკეტილი, მიტოვებული, გადაყრილია 100,000-ობით ლარი. აქო მოსაცდელს გავაკეთებთო. გადათხარენ 2 წელიწადია დატოვენ, მიატოვენ და თვითონ უყურებთ რა ბალაგანი და სიბინძურე და უბედურობა. ამ დროს ბახტაძეს და მინისტრებს როკითო ტურიზმს არ ვითარებენ. ფილარიე რა უნდათ? ბიძინა რას გვეჩი, რა დაგიშავეთ, ვინ მოგვიყვან, ემატხოვანი მთავრობა. ის რომ საკითხი პრობლემატურად დგას, ადასტურებენ გელათის მონასტერთან სუვენირებით მოვაჭრეები. მათი თქმით, ტურისტები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ადგილზე არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო. მანქანები ვერ შემოდის, ვერ აბრუნებს, ტურისტებზე მოქმედებს, აბა არ მოქმედებს. ვერ აბრუნებენ, აგერა მანქანებს ვერ აბრუნებენ, ავტობუსები, მარშრუტები ვერ შემოდიან. ეგ იმატოვებენ, დიდი ავტობუსები ვერ ამოდიან. ვერ არ ბრუნდებიან. და რაც ამბობენ, რატომ არ გავაკეთეთო? ამდენ ხანს რატომ გავიდება დაინგრეს, ისევე ასე ამბობენ და არ ვიცი. რატომ უნდა დაინგრეს? არ ვიცი. და გარეთ ტუალეტი არ აქვს. შიგნით არის? შიგნით არის, ხო. ხო. და ეს როდის გაიხსნება ეს აშენებული როა? მაგი არაფერი არ ვიცი. წელსება კიდე როდის ასრულება, მაგის ამბავი ჩვენ არ ვიცით. და ძალიან უჩივია. უჩივიან, ტურისტები უჩივიან, შედიან იქანა და გამოდიან, დაკეტილი არ შეიძლება მისი გაგება. ის რომ სამუშაოები დროში გაიწელა, ადასტურებს გიორგი მიქელაძე, რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგენელი. ამის მიზეზად მიქელაძე პროექტში რამდენჯერმე შესულ ცვლილებას ასახელებს. სამუშაოები 2019 წლის ბოლოსათვის აუცილებლად დასრულდება, აცხადებს იგი. გვაქვს ესეთი, ანუ ჩვენ პროექტში იმდენჯერ მოგვიწია ცვლილების შეტანა და რაღაცა გარემოებების ასე ვთქვათ გათვალისწინება, რაც და არ იყო გათვალისწინებული პროექტით, რომ ამიტომაც არის ეს ხდება ხოლმე სამწუხაროდ. ყველაფერი მოიცავს ასე ვთქვათ დროს. ასევე მოგეხსენებათ, რომ თვითონ გელათი არის საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი და სენსიტიური მომენტი. იუნესკოს ასე ვთქვათ სიაში არის გელათის მონასტერი, ის მიმდებარე ტერიტორიაც არის. ასე ვთქვათ, იუნესკოს დაცვის ზონა, ამიტომ ესე ჩვენ უცებ რაღაცების გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვს, სანამ ჩვენ კულტურული სააგენტოს არ გავაფრთხილებთ და საქმის კურსში არ ჩავაყენებთ და ბატონ გიორგი, გარანტია არის, რომ 2019 წლის ბოლოსათვის დასრულდება ეს სამუშაოები, თუ შეიძლება კიდევ გადაიწიოს? რა არის, იცით, ჩვენი პროგრამა ზოგადად ამ რეგიონული განვითარების პროგრამა, მეორე პროგრამა მთავრდება 2019 წელს. ამიტომ ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა დავასრულოთ აღნიშნული სამუშაოები 2019 წელს. გელათის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. ინფრასტრუქტურა მოიცავს როგორც ვიზიტორთა ცენტრს, ასევე საპირფარეშვებს და საპარკინგე ადგილების მოწყობას. ნამარ ქავთარაძე, ტელეკომპანია მეგა TV-სათვის.